მოგესალმებით კიდევ ერთხელ თქვენ უყურებთ კურიერს 10 საათზე მე ანუკა კინკლაძე ვარ. დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტი დღეს ოფიციალურად გახდება. ინაუგურაციის ცერემონიალი ვაშინგტონში ადგილობრივი დროით შუა დღის 12 საათზე დაიწყება. ძლიერი სიცივის გამო 40 წლის შემდეგ პირველად ცერემონია კაპიტოლიუმის კიბის ნაცვლად შენობის შიდა ტერიტორიაზე ჩატარდება. ამერიკის დედაქალაქში დღეს -11 გრადუს ვარაუდობენ. უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვაშინგტონში დაახლოებით 25,000 სამართალდამცველი იქნება მობილიზებული. გარკვეულ ქუჩებზე უკვე შეზღუდულია ტრანსპორტის გადაადგილება. ინაუგურაციის შემდეგ გაიმართება ტრადიციული აღლუმი. დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული კანდიდატია, ვისაც საპრეზიდენტო არჩევნებში გაუმარჯვია. ის ამჟამად 78 წლისაა. ექსტრაორდინალურ პირველ დღეს პირდება ამერიკელებს ტრამპი. ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე მხარდამჭერებს მიმართა. კაპიტალ ვან არენაზე შეკრებილებს ტრამპმა კიდევ ერთხელ შეახსენა საკუთარი წინასაარჩევნო დაპირებები და აქცენტი საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებაზე გააკეთა. მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს ტრამპის გვერდით იმყოფებოდა მისი მომავალი ადმინისტრაციის წევრი ილონ მასკიც. ტესლასა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სცენაზე საკუთარი შვილიც გამოიყვანა. ვაპირებ დაუბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამერიკული სიძლიერის, კეთილდღეობის, ღირსებისა და სიამაყის ახალ დღეს ვიწყებთ. ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ხელისუფლების ბატონობა ვაშინგტონში. წარუმატებელი ადმინისტრაცია. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს საზღვრებში შემოჭრას. ვაპირებთ დაუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. აღვადგინოთ პატრიოტიზმის სკოლებში. მოვაშოროთ რადიკალური მემარცხენე იდეოლოგიები ჩვენ სამხედროებსა და მთავრობას შორის. ვაპირებთ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ. და რა მოლოდინები აქვს საქართველოში ტრამპის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ სანამ ქვეყნის მმართველი გუნდი ქართული ოცნება იქნება, ვაშინგტონის მხრიდან ურთიერთობაში გაუმჯობესებას არ უნდა ველოდოთ. მათივე განმარტებით ამ მოსაზრების დამადასტურებელი არაერთი განცხადება შეერთებულ შტატებში უკვე გაკეთდა. ქართული ოცნება მთელი პოსტ-საარჩევნო პერიოდი ქმნიდა საქართველოს მოსახლეობაში იმ მოლოდინებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ახალი ადმინისტრაცია შეცვლიდა მიდგომებს საქართველოს მიმართ. თუმცა ახალი წლის შემდეგ პერიოდში ჩვენ დავინახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ ზუსტად იგივე შეფასებები გააკეთა, რაც ძველმა ადმინისტრაციამ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ ველოდებით, რომ ის პოლიტიკა, რაც აქამდე ხორციელდებოდა, გაგრძელდება და რა თქმა უნდა გამწვავდება. ამერიკის შეერთებულ შტატებს მართავს ინსტიტუციები და მათი, რა თქმა უნდა, ეროვნული ინტერესები. მათ ეროვნულ ინტერესებში ცხადია არის ურთიერთობა დემოკრატიული მმართველობის ქვეყნებთან. თუ არ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და არ ჩაინიშნა ხელახალი არჩევნები, ქართული ოცნების გუნდთან ისინი გადატვირთვას არ დაიწყებენ. რაც შეეხება მათ მხარდაჭერას, ცხადია ისინი დგანან საქართველოს გვერდით, ქართული ხალხის გვერდით. განსხვავებულად ფიქრობს ქართული ოცნება. უმრავლესობაში აქცენტს იმ საერთო თემებზე აკეთებენ, რასაც არაერთი კრიტიკის მიუხედავად დონალდ ტრამპიც და საქართველოს მმართველი გუნდიც იზიარებენ. ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ დღევანდელი დღის შემდეგ ეტაპობრივად საქართველოს შეერთებული შტატების ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყება. დონალდ ტრამპის არჩევა არის ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიოს დემოკრატიისთვის. ჩვენ ძალიან გულშემატკივრობდით მას, რა თქმა უნდა, საარჩევნო პროცესში. ის გზავნილები, რომელიც მისი და ზოგადად რესპუბლიკელების მხრიდან ისმოდა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ძალიან გავდა იმას, რასაც ჩვენ ვახორციელებდით წინა წლების განმავლობაში და რომელიც საარჩევნო დაპირებებიც ჰქონდა ამ თვეების განმავლობაში, ასე რომ წარმატებებს უსურვებთ, რა თქმა უნდა, და ჩვენ გვჯერა და იმედს გამოვთქვამთ იმისკენ, რომ ეს ურთიერთობები ჩვენს ქვეყანაში გადაიტვირთება. ამერიკის შეერთებულ შტატებს ეყოლება ახალი ხელისუფლება, რომელიც სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელზეც ქართული ხელისუფლება დგას. ეს არის ოჯახური ღირებულებების დაცვა, ანტი-LGBT პროპაგანდა, გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ასევე საგარეო ჩარევებთან თუ ეგრეთ წოდებულ deep state-თან, გლობალურ როგორც საქართველოში გლობალურ ომის პარტიას ვეძახით, მათთან ბრძოლა. შესაბამისად, ჩვენი საერთო ღირებულებების და საერთო ინტერესების საფუძველზე მოსალოდნელია, რომ ის პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვქონდა, კიდევ უფრო გამტკიცდება.
პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნა კვლავ პოლიტიკური უთანხმოების მიზეზია. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აუცილებელია ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულები გამოიძიონ და ამბობენ, რომ მართი წინასაარჩევნო დაპირება აუცილებლად შესრულდება. ოპოზიცია კი ქართულ ოცნებას ურჩევს პროცესი საკუთარი დანაშაულების გამოძიებით დაიწყოს. ქართული ოცნება საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განხილვის დაწყებას საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირას აპირებს. თავად კომისია კი 6-თვიან სამუშაო პროცესს უკვე თებერვლიდან შეუდგება. მომზადებული დასკვნა პროკურატურას გადაეცემა. როგორ შეიძლება არალეგიტიმურმა პარლამენტმა წამოიწყოს პროცესი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით. ეს არის ფარსი, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა, ეს არის ის, რაც ახასიათებს ამ არალეგიტიმურ რეჟიმს, ხო? თუ მათ ნამდვილად უნდათ რაიმე საქმის გამოძიება, კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, დაიწყონ თავიანთი დანაშაულის გამოძიებით. ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლობთ ყველა ბიზნესმენთან, ვისაც ყურება ჩამოართვეს, ყველა ადამიანს, ვისი უფლებებიც იქნა დარღვეული და ერთ-ერთი მთავარი იქნება ასევე საქართველოს რუსეთის ომის დროს ომამდე პერიოდი თავად ის დღე როცა რუსეთთან ცხელი ომის ფაზაში ვიყავით და რაც ყველაზე მთავარი შემდგომი პერიოდი როცა ოკუპანტს გაუქმეს სავიზო რეჟიმი, გადაცეს სტრატეგიული ობიექტები საქართველოსთან სამართლებრივი შეფასება თავად რეჟიმის სისხლიანი რეჟიმის არ მოხდარა და ამის პრეცედენტი იქნება სწორედ საქართველოში აღნიშნული კომისიის შექმნიდან გამომდინარე. თემქის პოლიციასთან დაკავებული 6 პირის ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლომ დღეს უნდა ემსჯელოს. საგამოძიებო უწყება ერთ დაკავებულს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას, 5 კი ნიღბის მოხსნაზე სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. დაკავებულთა ნაწილი ხელწერილი საფუძველზე გათავისუფლდა. დღესვე სასამართლო განიხილავს კიდევ 2 პირის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს. ორივე მათგანის დაკავება თბილისის ქუჩებში მოხდა. ისრაელსა და ჰამას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგი ეტაპი შესრულებულია. თელ-ავივმა პირობის თანახმად 90 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. მანამდე ღაზაში ცეცხლის შეწყვეტიდან რამდენიმე საათში ჰამასმა სახლებში დაბრუნების უფლება მისცა 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებულ 3 ისრაელელ მძევალს. მედიის ინფორმაციით 24, 28 და 31 წლის უკვე ყოფილი მძევლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ისინი საკუთარ ოჯახებში იმყოფებიან. შეგახსენებთ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა ძალაში გუშინ ამოქმედდა. ცეცხლის შეწყვეტა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება უკრაინაში, საჰარო განგაში, რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევში, შაჰიდის დრონების საფრთხის გამო ჩაერთო. დაიბომბა ნიკოპოლის რეგიონი, დნიეპროპეტროვსკის ოლქში. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. იერიში იყო სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე. უკრაინის შეერაღებული ძალების მთავარსარდლის მონაცემებით 2024 წელს რუსეთმა უკრაინაში 150,000 ჯარისკაცი დაკარგა. საერთო ჯამში კი ოკუპანტების მსხვერპლმა ომის დაწყებიდან 434,000 მიაღწია. 12 საათიანი გათიშვის შემდეგ შეერთებულ შტატებში TikTok-ი კვლავ ხელმისაწვდომია. 170 მილიონიანი მომხმარებლის მომსახურების განახლებას წინ უძღოდა დონალდ ტრამპის დაპირება, რომის ინაუგურაციის შემდეგ TikTok-ის აკრძალვის ამოქმედებას 90 დღით გადაავადებს. ამ განცხადებისთვის კომპანიამ ტრამპს მადლობა გადაუხადა. ამერიკელების შესახებ მონაცემების შეგროვებისა და საზოგადოებრივ აზრზე გავლენის შესაძლებლობის მოტივით კონგრესმა გასული წლის აპრილში კანონი მიიღო და TikTok-ის მფლობელ ჩინურ კომპანია ByteDance პლატფორმის ამერიკული კომპანიისთვის მიყიდვა მოსთხოვა. კანონი ჩინურმა კომპანიამ მომხმარებელთა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად შეაფასა და TikTok-ის გაყიდვაზე უარი თქვა. სოციალური ქსელის სამგზალავი კანონი გუშინ ამოქმედდა, რის გამოც გაითიშა TikTok-იც. დღეს ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rustavi2.g შეგიძლიათ. მე კი ამით გემშვიდობებით, ხვალამდე კარგად.